თეთრი ხმაურის მოძრაობა ეს არის მოძრაობა ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის, რადგან ერთის მხრივ სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ უთანასწორო ომი გამოეცხადებინა ჩვენი მოქალაქეებისთვის და მთავარი იარაღად იყენებს დაუცნაურის არ უნდა იყოს ჩვენსავე ბიოლოგიურ მასალას და მეორეს მხრივ საზოგადოებაში არსებული სტიგმები ზურგს უმაგრებს სახელმწიფოს, რომ განახორციელოს ეს სადამსჯელო ოპერაციები. წარმოიდგინეთ 2007 წლიდან დღემდე 350,000 ადამიანი იქნა გადაყვანილი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე და თითო აბი ექსტაზის ან ჰაშიშის გამო 5-დან 8 წლამდე იხდიან სასჯელს ჩვენი თანამოქალაქეები. მე ვფიქრობ, რომ ამ ბრძოლაში უნდა ვიყოთ უკომპრომისოები, ეს არ არის მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებს ეხებათ, ეს ეხება ყველას, ყველა ოჯახს, რადგანაც ჩვენი თანხებით ივსება სახელმწიფოს ბიუჯეტი. თეთრი ხმაურის მოძრაობის მიზანია ისეთი ნარკოპოლიტიკის ფორმირება, რომელიც სადამსჯელო ღონისძიებების ნაცვლად საკითხს განიხილავს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ადამიანის უფლებების ჭრილში და ნარკომომხმარებლებს სტიგმატიზაციის ნაცვლად ცდილობს, რომ საზოგადოებაში ინტეგრაცია შეუწყოს ხელი. დიახ, ეს არის ომი სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის და ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს.